განხმა, აი ძველი ქართული, აი აქ კი ნამდვილად ძველი ქართული ტერმინი, განხმა, სხვა შორის განხმა, აი ხმა გვეყურება ამ სიტყვიდან, ხო? და ეს სიტყვა ნიშნავს როგორც რაღაცის გაღებას, გახსნას, ღიაობას, ასე ვთქვათ, ისე ხმას, განხმა, ესე იგი ეს საკუთარი თავის გადაშლა, გამოფენა, მანიფესტაცია საკუთარი თავის, საკუთარი გრძნობების, ხომ საბოლოო ჯამში რაც შეიძლება მიიღოს, მე არ ვიტყოდი აღსარების, მაგრამ აღიარების, აი სახე მიიღოს, ხომ? ეს აღიარება თუ ჩემი ეს რამდენიმე ვიდეო, რომელიც მე ჩავწერე და რასაც აწი ჩავწერე ალბათ, ხომ? ეს შეიძლება მე ეს მესმის როგორც ჩემი შინაგანი დამკვირვებელიც ამას მეუბნება. კითხველიც რომ ეს არის აღიარებები და შენ უფრო წარმატებული იქნები, დაუშვა თუ მაინდა-მაინც ყველაფერი წარმატებაზე დაიყვანება, მაგრამ წარმატება საერთოდ ხმა არის. წარმატება არის ხმა. სხვა არაფერი არ არის. ხმა იმ გაგებით რომ ხმა არ უნდა ალბათ უპრიანი არ გავიგოთ როგორც მარტო აი გახმოვანება ბგერების წარმოთქმა და ასე შემდეგ. ეს არ არის ხმა. ხმა არის და მე სწორედ ვცდილობ ვილაპარაკო შინაგან ხმაზე და შინაგან ხმებზე. ეს არის რაღაცა საზრისები, მნიშვნელობები, რომლებიც არც კი არსებობენ. ანდა როცა არსებობენ, მაშინ არ არსებობენ და როცა არ არსებობენ, მაშინ არსებობენ. აი ასეთი სიტუაცია მივიღეთ ჩვენ იმ რა ქვია საუბრებიდან გამომდინარე, რომელსაც ამ ორიოდე თვის განმავლობაში ვაწარმოებთ, ხო? და თუ მე გამომივა ის, რომ სხვა ხმების გამოვიხმო, ხო, ჩემი დაუშვათ თვითმკვლელის საშუალებით, ჩემი დამკვირვებლის საშუალებით, შინაგანი დამკვირვებლის საშუალებით, მაშინ მე მათაც დაუსვამდი შეკითხვას ჩემს წარმოსახვაში, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ამას აქვს მნიშვნელობა ჩემთვის. ჩემს წარმოსახვას აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ამ წარმოსახვით მე შემიძლია თვითონ შევქმნა უნებლიეთ ან ნეფსით ან უნებლიეთ შევქმნა ისეთი ქიმერები, ისეთი ხმები, რომელსაც ვერ გაუძლებს ადამიანის სმენა. არათუ მათ მოწყვებას მოახერხებს, არამედ მოსმენასაც კი ვერ გაუძლებს ამ ხმების, ხო?